მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ დღეს რას არ ელოდებით, მაგრამ ის აუცილებლად მოხდება თან კარგი რა თქმა უნდა. ნეგატივი ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა მარტო პოზიტიური რამე მოვლენები რო იყოს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ამიტომ ვნახოთ რას არ ელოდებით, მაგრამ აუცილებლად მოხდება, აუცილებლად მოხდება. ნახოთ, თუ გახსენით ეს ვიდეო, ესე იგი უკვე თქვენია ეს, ხო? გრძელი გაშლები, ვისაც უყვართ, იცით თქვენ რომ არის მეორე არხი, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, გადაადეთ. იქ უფრო ისეთი საუბრები გვაქვს ჩვენ სერიოზული. აჰა, ვარსკვლავი, სხვათა შორის აი აქ სადაც ჩეხავდე, ვარსკვლავი გამოჩნდა. მეთქი, ნახოთ აბა თუ გამოჩნდება, კი. კი, აი ნახეთ, ზუსტად მეუბნებიან იმას. თქვენ არ ელოდებით. თქვენ ზიხართ, ეხლა ნახეთ როგორ ენერგიაში შეხედეთ, просто რა შეხედეთ თქვენ ეს ჩემი ვარსკვლავი გოგო, ჩემი ლამაზი გოგო ზის და თან ახლა რას ისე რა საინტერესო არის, ხო? რას არ ელოდები, რა აქ ელოდები. რა ელოდები, ხო? შენ ელოდები, მაგრამ მაინც ახლა ფიქრობ რომ რა ვიცი იქნება, არ იქნება, რა ვიცი რა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვოთ ეხლა რაღაცას, აქ შეიძლება ფინანსებზე თქვა მე, იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, როცა დაუშვოთ შეიძლება თქვენ რაღაცას ქმნით, რაღაცას თქვენ ახლა ანათებთ რა, ანათებთ, თქვენ ქმნით რამეს დიდი ხანია შეიძლება დაუშვათ სამსახური, მოდით ასე ვთქვათ, ხართ სამსახურში რაღაცა პოზიციაზე და დიდი ხანი ელოდებით თქვათ დაწინაურებას, ხო? აუცილებლად აქ მოხდება თქვენი აღიარება, აუცილებლად შეიძლება ფიქრობთ, რომ ეხლა მე ახალი თანამდებობა მინდა, იმიტომ რომ ის ხელფასი, რომელიც ეხლა მაქვს, მე არ მაწყობს, მე ველოდები უფრო მეც. მე მინდა უფრო მეტ, იმიტომ რომ მე აქ ვდებ რაღაცას და ამიტომ ახლა მე ვმუშაობ ძალიან ბევრს და მე ველოდები მომატებას ხელფასის. კი, გეუბნებიან, კი ბატონო. შეიძლება თქვენ ახლა ბევრ რაღაცას აკეთებთ, თქვათ, შედეგს ელოდებით იმ თქვენი საქმიდან, რომელიც თქვათ, ახლა მაგრამ აღიარებას ვერ იღებდით, ხო ხვდებით რა? დროს ვდებ, ნერვებს ვდებ, ყველაფერს ვდებ, ველოდები. ნახეთ აქ გოგო როგორ დგას, ორსულად არის და ვაშს უყურებს რა. მაგრამ ჩვენ გვეუბნებით, რას ქვია, შენ რასაც შენ ვაფშე არ ელოდები, მაგრამ იმისთანა ვარსკვლავი ხარ და იმისთანა იქნება შენი აქ აღიარება, რომ შენ აი გაგიჟდები შენ თვითონ რა. და შეიძლება შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფანტაზიები, აქ იმას მაჩვენებენ, რომ აქ რაღაცა სიტუაცია განულდება, სიტუაცია, რომელშიც იყავით თქვენ რა არის, იცით, უფრო მსუბუქად, ეს როგორი თემა არის, იცით, როცა დიდხანს ველოდები რაღაცას, ხო? როცა დიდხანს აი თქვათ, მინდა გამოვიდე რაღაცა ისეთი პროცესიდან, რომ აი, მართლა ადამიანი თქვათ, დროს გეუბნებით ყველაფერს დებს, მაგრამ არა. მარტო ფანტაზიებში გამოდის. აი ეს დასრულდება ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ეს თქვენი ასეთი და სხვათა შორის ეს როგორი მომენტია, იცით, რომ ტყუილა არ ველოდებოდი მე. აი ეს რაღაც მომდის რა. კი. აი ტყვილა რაღაცა პროცესი იყო, შეიძლება გრძელვადიანი, ასე რომ ვთქვათ, რაღაცას რუტინული შეიძლება გქონდა თქვენ კიდე აქ პროცესი, მაგრამ ეს პროცესი თან მოგწონდათ სიტყვაზე ხა მე ვერ ვეტყვი რომ თქვენ ახლა თან ელოდებოდით შედეგს, მაგრამ აი აქ თითქოს ეს პერიოდი დასრულდება და თქვენ რაღაცა ახალი გელოდებათ, ახალი წინსვლას, აი რაც ვთქვით პრინციპში ჩვენ უკვე რა, რაც ჩვენ უკვე ვთქვით ახლა ამაზე. კი, ძალიან დიდი აი ხო გეუბნებით რა, 5-იანიდან ეგრევე 10-იანში ნახტომია რა. აქ თქვენი აღიარება წინსვლა ყველა ვარიანტში თუ ელოდებით თქვენ აქ სხვათა შორის ვარსკვლავი მაინც ახლა შეიძლება თქვა, დაწინაურება კი ბატონო, ღირსების აღება, თქვა თუ ისა ხართ რა ქვია სამხედრო რამე ეგეთი რაღაცა კი. პლუს კიდე თუ ელოდებოდით შედეგს თქვენი სწავლიდან აღიარება მოდის, საზოგადოება აღიარებს ნიჭს, თქვენი ნიჭს, აი ფიქრობდით შეიძლება მე რა ვიცი, მე ფულს ვდებ ჩემს განვითარებაში, მაგრამ რა მექნება რამე შედეგი? კი და თან ძალიან მაგარი აღიარება სამყარო აღიარებს რა. აი ნათესავები, ახლობლები, ყველანაირად რა. აქ იქნება როგორ იცით რომ თქვენ არც ელოდებ, აი იმიტომ გეუბნებით რაღაცა ველოდები, მაგრამ არ ველოდებოდა, მაგ ხელას ვერ ველოდებოდა. აი მაგ ხელა რაღაცა ნახტომს არ ველოდებოდა, მაგრამ დაელოდეთ.
უეჭველი რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება და ძალიან აი რაღაცა პერიოდი თქვენ აი დაასრულებთ და თვითბედი ერთობა და თქვენი საგვარეულო, ანუ ვაფშე სულ ერთობა, თქვენი ცხოვრება აქ არის ძალიან მასშტაბური ცვლილება, იმიტომ რომ თქვენ აქ თუ დაუშვათ თხოვდით მაღალი ძალებს, თხოვდით თქვა თქვენ საგვარეულოს, თუ თქვენ ახლა ლოცულობდეთ, რა ვიცი, მედიტაციებს აკეთებთ, რაღაცას შობოდეთ, ეს ყველაფერი მოგიტანს თქვენ ძალიან დიდ შედეგს, უდიდეს შედეგს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასრულდა უკვე რაღაცა, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა პერიოდი დასრულდება და გადადეხართ სულ ახალ ენერგიებში, მაგრამ კარგ ენერგიებში. მიხვდეთ, ხო გეუბნებით თუ ძალიან ბანალურად, აი თუნდაც მუშაობდე რაღაცას ვაკეთებდე, ველოდებოდე, ეს მაგალითი, ხო? და ეხლა გაქვთ ძალიან დიდი წინსვლა და ძალიან დიდი აღიარება. აი ეს არის. მოდით კიდე ერთი მოვლენა ვნახოთ, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, აქ გელოდება ძალიან დიდი ნახტომი. აი უდიდესი რა. და ვიზაზეც ახლა ხო დავიწყე ლაპარაკი, თუ ელოდებოდეთ თქვენ და უკვე ესე რა ფიქრობდეთ რომ რა ვიცი ამდენი ფული ჩავდე, ამდენი რაღაცები და როდესღა იქნება აუცილებლად აქ გაერთიანება ოჯახის იქნება ვიღაცას. გაიგეთ რა ხდება? პლუს კიდე შეიძლება ბინაზე აქ არის კიდე ლაპარაკი, შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ რომ აი რა ვიცი რა ამდენი ხანი ველოდები ჩემი ოცნება, როდესაც სრულდება ეს ჩემი ოცნება უკვე აღარც მჯერავს. მოგეცემა თქვენ აი აქ ძალიან კარგი საშუალება რომ ბინასაც შეიძენთ. აქ შეიძლება ნათესავები მოგეხმარებიან ან თვითსამყარო, ნუ რაღაცა იქნება ძალიან მაგარი წინსვლა რა. აი უზომოდ კარგი რაღაცები მოდის თქვენთან რა. თქვენ არ ელოდებით, მაგრამ მოდის. კიდე ვნახოთ ახლა ერთიც ვნახოთ კიდე. აქ თუ გქონდეთ თქვენ რამე ისეთი პროცესი, შეიძლება ეს პროცესი იყო დაუშვათ, ნუ ეხებოდა სასამართლო ზოგისთვის, ხო? ანუ ისევ საბუთებს ეხებოდა, შეიძლება თქვა წაგართვეს საბუთი, დიდი ხანი საბუთის გარეშე იყავით, თქვა, ნუ მართვის საბუთი, ან ისევ ვიზაზე მაქვს ლაპარაკი, ან დიპლომის აღებას, თქვა, ვერ იღებდეთ რაღაცას, ხო? აქ იქნება ყველაფერი, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. კი, ნამდვილად ეს იქნება ეგ სიტუაცია. კიდე აქ რას მაჩვენებენ? ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ ახლა აქ ფიქრობდეთ რომ რაღაცა სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება ჩემ ცხოვრებაში. აი თქვათ არის უსამართლობა, დიდი ხანი გრძელდება, არ ვიცი როგორ გამოვიდე, რანაირად რა გავაკეთო. აქ ისევ გეუბნებით რომ თქვენ ნამდვილად, ანუ მიიღებ უზომოდ დიდ დაფასებას. აი დაფასებაზე რაღაცა დღეს ისე რა ქვია, მოდის. ან თქვენ თვითონ აქ თვით ერთობიან მაღალი ძალები ძალიან ძლიერი შემოდის დღეს, ნუ ყველა ძლიერია რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი თემა იცით? აი თითქოს ადამიანი რაღაცა შეიძლება ნახეთ კიდე რა შეიძლება იყოს, დაუშვოთ თქვენ, ნუ ვიღაცამ რაღაცა უსამართლოდ მოგექცა თქვენ. უსამართლოდ და გქონდეთ რაღაცა ესეთი პერიოდი, როცა თქვენ ახლა ნუ ბრაზდებოდეთ, გული გტკიოდათ, აი ნერვიულობდით შეიძლება, გაიგეთ, აი ეგეთი მომენტი იყო და აი აქ თქვენი გეტყვენ რომ არა მართალი იყავი და შეიძლება ვიღაცა ბოდიშს მოგიხდეს, იტყვის რომ არა მართლა ძალიან მაგარი ხარ და მაპატიე რომ აი ეს რაღაცა ნუ არასწორად მოვიკეცი რა, თქვენ შენ ხარ მართალი, ასე გეტყვიან რა. აი დააკვირდეთ თქვენ, შეიძლება ისეთი ადამიანმა თქვენ გითხრას თქვათ, ან ბოდიშს მოგიხდის, ან გაღიარებს, რომ თქვენ მართლა არ ელოდებით. ვიღაცის თვალში თქვენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადამიანი, დაუშვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც მოგიქცა თქვენ უსამართლოდ აღიარებს და იტყვის რომ მაგარი ხარ. აი შენ ხარ მაგარი, შენ ხარ ყველაფერში, აი მართლა ღირსიულად ყველაფერი გააკეთე და ნამდვილად ვაღიარებ რომ ყოჩახ შენ რომ აი მართლა ძალიან ისეთი ის არის რა ქვია სიმართლე გაერკვევა. Так, всё, მესამე და მორჩით, ხო? მესამეც კიდე მოვლენა. ნახოთ. მესამე. ნუ აქ რას გვაჩვენებენ, იცით? აქ თუ დაუშვათ თქვენ იყავით რამე არჩევანის წინ.
აი ეს სიტუაციაც აუცილებლად აქ დასრულდება. თქვენ აქ თუ დაუშვით მერყეობა გქონდათ, ეს შეიძლება ურთიერთობასაც ეხება, ანუ მეექვსე არკანი არის, ხო? რაღაცას თქვენ, ანუ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობაზე, მოდით ასე ვთქვათ, ან არჩევანზე, რაზეც თქვენ ფიქრობთ, აქ დაისმება წერტილი. ანუ ეს მდგომარეობა, რომელშიც თქვენ იყავით, რომ ნერვიულობდით, ვერ აკეთებდით არჩევანს, აქ თქვენ ეს სიტუაცია დასრულდება, თქვენი ნერვიულობა დასრულდება პირველ რიგში. კი, შეიძლება ეს სიტუაცია უეჭველი შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ აი რა ვქნა, როგორ გამოვიდე ამ სიტუაციაში, შეიძლება ფიქრობთ, შეიძლება მერყეობთ, შეიძლება გონიათ, აი ასე მოვიქცე, ისე მოვიქცე, როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო, აი რა ვქნა და აი რაღაცას, იცით რა, ნახავთ თქვენ პასუხს რა. აი რაღაცას დაელოდეთ, რაღაცა მოვა ნიშანი სამყაროდან, ანუ ბედისგან, მოგივათ რაღაცა თქვენთან მნიშვნელოვანი ინსაიტი, რომელიც მოგცემს თქვენ გარკვევას ამ სიტუაციიდან. კი. აქ სხვათა შორის აი შეიძლება ურთიერთობაზეც ვთქვათ, ფიქრობდით თქვენ, რომ აი დავიღალე, გააკეთებს თუ არა რამეს, ვთქვათ, ახლა მიიღებს თუ არა ეს ადამიანი ბოლოს და ბოლოს რამე გადაწყვეტილებას, ხო? რა ვქნა, რა გავაკეთე რა? აი შეიძლება აქ даже თქვენ რაღაცა ფიქრები შეცვალეთ და ამიტომ აქ ნამდვილად ვიღაცასთან მოვა ადამიანი, რომელზეც თქვენ ოცნებობდით. ესეც შეიძლება იყოს. კი, უიმედედა. კიდე. თან როგორი ადამიანი, იცით, აი რომელსაც თქვენ ძალიან უყვარხართ, ანუ, კაროჩე, აქ სიტუაცია როგორია, კაროჩე. აქ სიტუაცია როგორია? თქვენ რაზეც ნერვიულობდით, ეს სიტუაცია აუცილებლად გაერკვევა, სიტუაცია შეიცვლება, თქვენ ვისაც ოცნებობდით შეხვედრაზე, აუცილებლად ეს შეხვედრა შედგება, იმიტომ რომ ამ ადამიანსაც თქვენ ანუ არის ანუ თქვენით აი ადირჟიმ ძალიან კარგი სიტყვა რუსულად, ერთი ქართულად უნდა ვიპოვო, ვინც იცით მომწერეთ რა, აი ძალიან რომ აი ვნებიანად არის თქვენს მიმართ განწყობილი, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთანაც მნიშვნელოვანი არის რა. თქვენ ოცნებობდით მის ქმედებაზე, თქვენ ფიქრობთ, არ ვიცი რა სიზავს, როგორი მოქმედებს რა, მაგრამ აი აქ ადამიანი არის, ну, აი ასე ვთქვათ, თქვენთან მოდის ეს ადამიანი. კი ბატონო, თქვენთან მოდის ეს ადამიანი უეჭველი, იმიტომ რომ თქვენ ხართ, ანუ არ უნდა თქვენი დაკარგვეს ამ ადამიანს. არავითარ შემთხვევაში და ანუ შანსი კიდე უნდა თქვენთან კომუნიკაციასთვის, ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის უმნიშვნელოვანი მისი იმპერატრიცა ხარ და ნამდვილად ამ შანსს ეს ადამიანი არ გაუშვებს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გქონდათ აქ ესეთი ფიქრები, რომ თქვა დასრულდა რამე ან ძიმე იყო, ან რთული იყო, ან რაღაცა პერიოდი იყო, მაგრამ ეს ადამიანი მოდის თქვენთან თავისი სიყვარულით და მოდის ანახათ მე-17, ანუ ეს ხანძლივი ურთიერთობისთვის მოდის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ამას უნდა რომ ბედნიერად იყოს, ვინც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც მისთვის არის ძვირფასი და თქვენზე აკეთებს, რა თქმა უნდა, ანუ არჩევანს, იმიტომ რომ კი ცივ ენერგიებში კი ხართ ეხლა, მაგრამ ფიქრობს რა შემიძლია გავაკეთო, რომ დავადნო მისი გული, ვასია მოვნო და აუცილებლად ამისათვის უნდა გავაკეთო ნაბიჯი. თუ დაუშვით იყო ადამიანი ისეთ ენერგიებში, რომ თქვა ნერვიულობები და განცდები და რაღაც, აქ ბოლო გადაწყვეტილებას იღებს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მაგას უყვარხართ თქვენ ხართ მისი ოჯახი და მაგას უნდა რომ თქვენთან გაჩერდეს ეგ აქ ხო გეუბნეს, რა გავაკეთო, რა ვქნა, ანუ ჯერ თქვენ არ იცით საერთოდ, არ გეუბნებათ ეს თავის გეგმებზე არაფერს, მაგრამ ეგ არის, რომ გულში აქვს ძალიან დიდი გეგმები, იმიტომ ამან რაღაცას მოერევა რაღაცას, თქვენ ამას არ წელოდებით, მაგრამ ეს ადამიანი რაღაცას მოერევა, დარწ რამეს ყველაფერს, ანუ შეცვლის და ნამდვილად ეს ადამიანი მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, თქვენს გარეშე ეს ადამიანი არის ცუდად და ამიტომ აქ არის სიტუაცია განვლდება, ისე მეუბნებიან განიკურნება ეგ სიტუაცია მაქსიმალურად. კი, აქ მოდის ხანძლივი ურთიერთობისთვის ადამიანი, რომელიც გამოდის ძალიან დიდი ტკივილიდან, მაგრამ აქ თვით ბედმა ჩაერია. всё, ჩემო სიხარულებო, პრინციპში ერთი გითხრა ძალიან კარგი მე მგონი. ინფორმაცია, მეგეოდებით როგორც ყოველთვის კომენტარებში მიყვარხარ ძალიან და ვკითხულობ თქვენს კომენტარებს,
გრძელი გაშლები, როგორც გითხარით, TikTok იმაზე, რა ქვია, TikTok-ზე არის მოკლე გაშლები. აქ არის ასეთი საინტერესო ინფორმაცია. всё, მომავალ შეხვედრამდე.